კიდევ ერთხელ. მერტმა დაგლოცოთ ჩვენო ძვირფასო და საყვარელო მაყურებელო. როგორებიც უნდა იყოთ, ზოგიერთი გვაქებს, ზოგიერთი ასე თქვა იცინი ჩვენ საუბარზე, ზოგიერთი შეიძლება გვაგინებს კიდევაც, მაგრამ ყველა შეუდოს ღმერთმა და დალოცვილები იყავით. სიმშვიდე მოგცეთ უფალმა, სიყვარული მოგცეთ და ყველე კარგი ამ ახალ წელს. ეს მამი მინდა რომ ესე ვისაუბროთ ორ თემაზე. მაყურებლის თხოვნა იყო მომწერეს პირაჩი რომ შობის დღესასწაულზე და მნიშვნელობაზეო ცოტაო დაგველაპარაკეთო და მეორე ასე ვთქვათ თემა იქნება სამშობლოს სიყვარული. და აი ამ თემებზე ვისაუბროთ თქვენი სიყვარულით მამაო და ხომ არ დაიწყებთ თქვენ შობის დღესასწაულზე და მე შემოგიერთებით. აი სანამ მაგას ვიტყოდე მამაო ის ამბავი რა პირაციანდება რომელიც თქვენ ზარეთ რომ ზოგი გვაქებს ზოგი გვაგინებს სულები თვითონ მაგაზე ვიტყვი ჩემს ახლა მოგთა ის რა ჩვენ ვიცით ახლა რომ შემოჩვიდნენ ორგანიზებულად ჩვენს გვერდზე და იყო ძალიან ბიძური ტექსტები ახლა მე თქვენ დაბლოკეთ გასაგებია მაგრამ მე ასე ვიტყოდი რომ დღეს საქართველოში იდევნება საზოგადოება, იდევნება ქრისტიანობა. დღეს საქართველოში მართლმადიდებლობა თუ რამე შეეხება ზნეობა მართლმადიდებლობა არის დევნის ობიექტი. ამიტომ თუ დღეს საქართველოში თავს ვინმე ქრისტიანად თვლის და ის არ იდევნება, უნდა დაფიქრდეს, არა აქვს მნიშვნელობა ეს სასულიეროა თუ ერისკაცია, უნდა დაფიქრდეს სად დგას, არასწორად ხომ არ დგას ის. იმიტომ რომ როდესაც სარწმუნოება შენი იდევნება და შენ კარგად ხარ, ანუ შენ არავინ გდევნის და პირიქით პრივილეგიურ მდგომარეობაში ხარ, ესე იგი შენ არ დგახარ სწორ ადგილზე, არ დგახარ სწორად. ანუ დასაფიქრებელია, გადასახედია შენი მდგომარეობისადმი, ხოლო თუ კი ჩვენი საუბარი არის ლანძვლისა და შეურაცხყოფის ობიექტი, ამის გამო ხდება. მაშინ აქ არის დასაფიქრებელი ვინ გულანძღავს და ვინ გვაგინებს. ისინი ხომ არა ვინც ეკლესიებს შეურაცხყოფენ, ვინც პატრიარქს შეურაცხყოფენ, ვინც სარწმუნოების მართლმადიდებლობას ებრძვიან, ისინი ხომ არა ვინც გრანტებით არიან, გრანტიჯამიები არიან და გრანტს იმაშლებულობენ რომ ყველანაირი სარწმუნოებრივი ეროვნული ყველანაირი დაცინი შეურაცხოთ. აი ის ფლანგი, ის მხარე ხომ არ არის ჩვენი მაგინებელი. თუ მამაო ის მხარი არის მაგინებელი, ესე იგი მამ უნდა ვიხარდეს. სულიერი სიხარული უნდა შეგდიოდეთ ჩვენთან და ჩვენ სულებში რომ ჩვენ ვართ სარწმუნოების სადარაჯოზე გავართ. ესე იგი ამას ნიშნავს ეს. მაგრამ დასაფიქრებელია ხაზი გაუსული, ვინ გვაქებს და ვინ გვაგინებს. თუ კი ისე ადამიანის პრობლემებს რაც სარწმუნოება უყვართ, საქართველოს სიყვარულში არიან და ჩვენი სიტყვა მამი მათ გულზე მანამოდებირება, ესე იგი მამი ქრისტიანები და ქართველები ყოფილვართ, მამი აქ არაფერი არ არის, არც ანერულად, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, რადგან გავხდით ჩვენ უკვე ჩვენი გვერდი ობიექტი ორგანიზებული შემოვარდნისა, აქ ფული არის დასავლეთიდან მოდის უზრუნველყოფილი ფული. ეგრეთ წოდებული ინფლუენსერები, ბოტები, რაღაცები არის ორგანიზებულად ფინანსებიან და ჯგუფები აქვს შექმნილი და ორგანიზებულად
შეუტევენ ლანძღავენ და აგინებენ იმ ადამიანს, ანუ როგორ მაგათი ფრაზებს რო და გაბულინგებენ ასეთ ადამიანებს. ამიტომ ეს ორგანიზებული შემოტევა ჩვენ გვერდზე და მადლობა სამისთვის ამის უბიეტი გავხდით. ეს რაც დილება ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი აზრით თქვი ამით ვთქვი. ახლა რაც შეეხება ქრისტიანობას, ქრისტესობას. ქრისტესობა ეს არის შეიძლება ითქვას ახალი ერის დასაწყისი. მათ ხო არ მოდის ღმერთის ყოველწლიური სამების მეორე ჰიპოსტასი განხორციელდა ჩვენთან, როგორც იოანე მახარებელი ბრძანეს პირველივე თავში, თავისიანებთან მოვიდა. ანუ ვინც შექმნა და არაფერი შექმნილა, რაოდენი რა იქნაო, მის გარეშე არაფერი შექმნილაო. ანუ რაც შექმნილია, რაც ამ სამყაროში ქმნილება, მის გარეშე, ანუ ძის გარეშე არაფერი შექმნილა. და განხორციელდა და თავის ქმნილებასთან მოდის. და მოდის იმიტომ, რომ ამ ქმნილებას ამ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი ძალით, იმიტომ რომ ცოდვაში დაცემულია, ავიდეს ღმერთთან განიხმეთოს. ამიტომ თვითონ ჩამოდის, ჩვენაირი ხდება და კაცობრიურ ბუნებას განაღმრთობს. და ჩვენ გვაძლევს გზას, რომ ჩვენი ბუნებით, კაცობრიურ ბუნებით განხმრთობილი ვიქნეთ. მაგრამ ჩვენი ნერვო თავისუფალ ნებას კი არ გვარქმევს, რომ რადგან გახორციელდა უფალი უეჭველი ცხონდებით უკვე მოინათლეთ ცხონდებით, არა. თავისუფალი ნება კვლავ გვიტოვებს. საშუალებას გვაძლევს, რომ ცხონდეთ, ჩვენ ვწყვეტ და ახლა ჩვენ ვწყვეტ. გვინდა ცხონდებით, გვინდა არ ცხონდებით, არ ცხონდებით. ისევე როგორც 64-ში. ხო უთხრა რომ არ შეჭამო ხავადამხის ნაყოფიო. იქ ფიქსირდება ზოგი ამ ვაშლი იყო, არა ვაშლი ნახსენები არ მაყოფი. აბე, ბოროტისა და კეთილის შრომის ხი ასე ხვია მას. ვაშლი იყო, მსხალი იყო თუ ქლიავი დათამეზედრამი არ არის. არ შეჭამო, მაგრამ ერთმა იცოდა შეჭამდა თუ არა ადამიანმა. მაგრამ ის რომ ის იქ არ დაეტოვებინა ხე, ადამსა და ევას, ანუ თავის ქმნილებას არ ქმნებდა თავისუფალ ნებას. და ევამ თვითონ უნდა საკუთარი ნებით უნდა აერჩია ღვთის მორჩილება და ღვთის სიყვარული. აქაც ღმერთი მოდის ჩვენთან, თვითონ გამოხატავს სიყვარულს, იმდენად გამოხატავს სიყვარულს, რომ მოვიდა იმიტომ კი არა, რომ განდიდებული იქნეს ჩვენს მიერ. ანუ პატივში იქნეს ჩვენს მიერ. არამედ მოვიდა იმიტომ, რომ ჯვარზე გაეკრა ჩვენთვის და სწორედ ეს არის განდიდება. ჯვარცმა, ანუ ამსოფლიური დამცირება და შეურაცხყოფა არის ზეციური თვალით განდიდება უფლისა. ამისთვის მოვიდა ის. ამისთვის მოვიდა და განხორციელდა, ნახეთ როგორ არის, მამი. გომურში ისვა. ანუ იმერეთში მან მოსელს ვეძახით, სადაც საქონელი, ცხვარი, ცხენი, ანუ პირუტყვის დასაბუდრებელი ადგილი, როცა თავშესაფარი. ადგილი არ მოიძებნა ღმერთისთვის დედამიწაზე. სალომი დაბადებული იყო. და თუ კი ჩვენთვის არ იზრდება მამი ადგილი ამისაზე, ღმერთისთვის არ მოიძებნა მამა ადგილი. და მოვიდა პირველი მოსვლა მისი არის სრული მორჩილება, სრული თავდაბლობა. და ღმერთმა მოგმადლოს მსგავსი თავდაბლობა და მსგავსი მორჩილება მე ნამდვილად ჭირდება ეს. მაგრამ მეორედ მოსვლა მისი იქნება როგორ დიდებით მოსვლა. ანუ როგორ მე რომ აბრალები მოძალადე ხარო, მეორედ რომ მოვა ქრისტე, არა ძალადობას კი არა. ზოგს იქით დაალაგებ, მაგრამ ზოგს აქეთ დაალაგებდა. საერთოდ გინდა შენო იმას კი არ შეეკითხება. ანუ ადამიანები მეის წინააღმდეგ დავა. ანუ ძალას ჭეშმარიტი საჯულად მოვა. ჭეშმარიტ მსაჯულად. საჯულად, ხო. რა თქმა უნდა, როდესაც დავის მარცხნივ დგება, მარცხნივ და წავედ შეგან წეულო, მამაზე ცერის წეულო. იმას უნდა იქ წავიდეს, ენდობება, არ ენდობება, მაგრამ განაჩინი.
უნდა მაგის ნებისი რამდენია მეორე მოსვლა სხვა არის და პირველი მოსვლა მისი არის სრული თავდაბლობი და ამით გამოირჩევა მაცხოვარი ეგრეთ წოდებული დანარჩენი მესიებისაგან აი ხო არის ძალიან ბევრი სამყაროში ბევრი რა რამდენიმე მაგალითად აზიაში ბუდა კრიშნა აზიაში ასე 6 საუკუნის მერე მუჰამედი და კიდევ ვინ არის მესიები არის წოდებული მოციქულები მესიები გამოირჩევა რომ სრული თავდაბლობით მოვიდა და ბოლო მისი არის ჯვარზე სიკვდილი დამამცირებელი სიკვდილი და მერე მკვეთრით აღდგომა არც ერთი დანარჩენი მესიები მკვეთრით არ აღდგა მახავს მე არავის რელიგიას კი არა მეთა დამიფაროს ვინმეს პირიქით ჩემი პატივისცემა ყველას არა მარტია მკვეთრით აღდგა ფათაშორის ქრისტეს სასწაულებს არც ერთი რელიგია რო არყობს მათ შორის არც მუსულმანები ორნარს უწოდები მაგრამ ყველანი ერთხმად იუდეველებით მუსულმანებით ბუდისტებით ქრისტიანელებით ყველანი ერთად უარყოფენ მაცხოვრის მკვეთრით აღდგომას იმიტომ რომ მაცხოვრი მოვიდა გახორციელდა უამრავი სასწაულები მოახდინა ხო უამრავი ადამიანი დამკურნა მკვეთრით აღადგინა სამი ფიქსირდება მკვეთრით აღდგინება სამი ადამიანისა სანამ თვითონ აღდგება მანამდე სამი ადამიანი მკვეთრით აღადგინა და ამისთვის კი არ მოსულა ვინმე განეკურნა და ეხადაგა საოცარი ასეთი მხარდაგებელი ჯერ არ ყოფილა და არც იქნება მომავალში ასეთი სასწაულების მოხდენა არ ყოფილა და არც მომავალში იქნება მაგრამ მისი მოსვლის მისი გახორციელების მისია ხარდაგება და განკურნება კი არ ყოფილა ჯვარცმა და მერე მკვეთრით აღდგომა ამისთვის მოვიდა ქრისტე ამიტომ ქრისტეს შობა ეს არის ამ სამყაროს კაცობრიობის ახალი ერის დასაწყისი და რამდენიმე დღეში აი ქრისტეს შობის წინა დღესასწაულები უკვე დაიწყო მეორე დღე არის დღეს უშინ დაიწყო ქრისტეს შობის წინა დღესასწაულის პერიოდი და მერე უკვე გრძელდება იქ ვიდრე ქრისტეს შობა გრძელდება ნათლისღების დღესასწაულამდე 12 დღე გრძელდება შემდგომ დღეებში არის და წინასწარ შეიძლება მიულოცოთ მამაო აგა წინა დღესასწაულის დღეებში მყოფებით შეიძლება მიულოცოთ ჩვენს მაყურებელს და სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელს დამდეგი ქრისტეს შობის დღე ქრისტეს შობის ზარდამალი ფარავდეს ჩვენ სამშობლოს და ჩვენ სიძრაგულს. რამოდენიმე სიტყვას მეც ვიტყვი ქრისტეს შობის შესახებ. მე მინდა ყურადღება გავამახვილო უფლის უზარმაზარ განუზომელ სიყვარულზე რამე თუ უფალი როდესაც მოევლინა ამ ქვეყანას და წინასწარ განზრახულობა უფალმა იცოდა ჩვენ ხო გვახსოვს სახარებიდან რომ ის წინასწარ ქადაგებს თავისი ჯვარცმის შესახებ, თავისი მოკვდინების შესახებ, მაგრამ აი შეურაცხყოფის შესახებ, რომელსაც მას მიაყენებენ ფურთხება, გაროზგვა, სისხლის დინება და აბსოლუტურად თუ რამე შეიძლებოდა შეურაცხყოფელი გაეკეთებინა ადამიანს, ყველაფერი გაუკეთეს უფალს. ეს იცის უფალმა და მაინც მოევლინება დედამიწას რატომ? იმიტომ რომ მას ადამიანის უდიდესი სიყვარული გააჩნია. აი ამ სიყვარულს, რომელსაც უფალი ჩვენს მიმართ თავლენს, სამწუხაროდ ჩვენ ვერ ხვდებით ისე სათანადოდ, როგორც საჭიროა. ქრისტეს შობის მარხვა რომ დაიწყო სამწუხაროდ, აი ჩვენ ვემზადებოდით, ეკლესიები ვემზადებოდით ამისათვის, ბრეული ემზადებოდა ამისათვის, რომ ამ მარხვაში ჩვენ სიმშვიდეში ყოფილიყავით, ერთმანეთის სიყვარულში ყოფილიყავით, მაგრამ ბოროტმა ისექნა, რომ ძალიან აურდაურია, მაგრამ მიუხედავად ამისა, აი ყველაფრის მიუხედავად, რაც ხდება, ეკლესიას არც ლოცვა შეუწყვეტია, არც ადამიანების გამოხსნისათვის ლოცვა შეუწყვეტია, არც მშვიდობისათვის და სიყვარულს ქადაგებს ყოველთვის
ქრისტეს ეკლესია. ქრისტეს ეკლესია არის სიყვარულის ქადაგებელი. ზოგიერთი ამბობენ, რომ რა სიყვარულია თქვენში, როდესაც ვიღაცას ესე ვთქვათ, ამხილებ. ხილება სიყვარულის ნაწილია და რატო? იმიტომ რომ შენ მოყვასი იყვარს, მას კი არ მიატოვებ, ასე ვთქვათ, დაუბის გზაზე. არამედ ამხილებ იმისათვის, რომ ის გამოფხიზლდეს, დაფიქრდეს და დაუბრუნდეს ისევ იმ საწყის, რაც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგცა. და სწორედ თქვენ ბრძანეთ, რომ ის მოვიდა აი ამ საოცარ ადგილას, ხო, ცხოვრებისა და ძროხების ბაგაჟში. და ამითი გაუსვა ხაზი, რომ ის მოვიდა არა როგორც მეფე, როგორც ეგონა ებრაელებს და ქონება და სიმდიდრე უნდა მოეტანა მათთვის, არა მოვიდა იმისათვის, რომ ადამიანებისათვის ეჩვენებინა, რომ აი სწორედ იმ ვარსკვლავის გამოჩინები, სწორედ იმ მოგების მოსვლით, რომელიც ოქრო გუნდრუკი და საკმაველი და მიართვეს, ესე ვთქვათ, უფალს მური კაცრავად მიართვეს უფალს იმისათვის, რომ ეჩვენებინათ, რომ ის ღვთაებრივი, კაცობრივი ბუნების გაერთიანებისათვის მოვიდა, რომ ეს მეუფება მისი არის ღვთაებრივი და სიყვარული არის კაცობრივი. აი ეს ორი შეერთა უფალმა თავის დღეზე შოვიდა. ჩვენ ვალდებული ვარ და მორწმუნე საზოგადოება ვალდებულია, რომ უდიდესი სითბოთი და სიყვარულით შევხვდეთ აი ამ დიდ და უდიდეს დღესასწაულს, რასაც ქრისტეს მშობა ქვია. დავლოცოთ უფალმა და გილოცავთ ყველას, ჩემო კარგებო, ჩემო საყვარლებო, ჩემო ტკბილებო, აი ის ვიყურებთ. ყველანი მიუხედავად იმისა, ცუდად ფიქრობთ, კარგად ფიქრობთ, მნიშვნელობა არა, გილოცავთ ყველას. ქრისტეს მშობის დღესასწაულს. მრავალს დაგასვათ უფალმა სიყვარულითა და სიკეთით. ამინ. ეხლა შეგვიძლია მეორე წუთი გადავიდეთ, მამო, ხო? თქვენი სიყვარული. აი ძალიან აქტუალური თემა არის სამშობლოს სიყვარული. და სამშობლოსათვის, ასე ვთქვათ, სამშობლოს სიყვარული ფაქტიურად ნიშნავს იმ ეროვნული ნიშნის გამოვლინებას, რომელიც უნდა გაგვაჩნდეს თითოეულ ჩვენთაგანს. სამწუხაროდ ამ გზაზე ბევრ შეცდომებს უშვებთ და ბევრი შეცდომები გვემართება, იმიტომ რომ ხშირად გონია, რომ სამშობლოს სიყვარული რაღაცა ესე ვთქვათ, პრინციპის გამოხატვით შეიძლება და რაღაცა სიტყვებით, ლოზუნგებით გამოხატოთ. მე ვფიქრობ, რომ ამ თემას ბატონო ჩანვა დიახ მამი ჩახარ პრობლემა აქ რა ხდებათ არა ჩახარ მამო არაფერი პრობლემა არ გაქვთ დიახ კარგი გაზ გოდიშ მამო ო ეხლა ცოტა შეიცვალა კადრი თქვენი მე მგონი აი ეხლა კარგია კი ბატონო აი ესე დავტოვოთ მამო ხო და აი მე ვფიქრობ რომ სამშობლოს სიყვარულზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმიტომ რომ აი ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ აი ამ ფორმატში ვერ შევძლებთ სრულად გადმოვცეთ ის ყველა ის ასე ვთქვათ დებულება ყველა ის დარიგება რჩევა დარიგება როგორი უნდა იყოს სამშობლოს სიყვარული მაგრამ ძირითადზე შესაძლებელია ვისაუბროთ მამასპირიდო გთხოვთ რომ თქვენ დაიწყოთ და მე გავაგრძელებ კი ბატონო, სამშობლოს სიყვარულთან დაკავშირებით ჩემთან ეკრანზე არის გაჩერდა მამი, არ ჩარვარ და ასე მოდი არ ჩარვარ. სტრიმში მიდის ყველაფერი, კი. ხო, კარგი მამო. სამშობლოს სიყვარულთან დაკავშირებით რომ საუბრობ ჩვენ ყველა ადამიანს ყველას თუ არა ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმდინარეობები არსებობს ვის როგორ ესმის სამშობლოს სიყვარული. დიახ. ისე როგორც ქრისტიანობა ის როგორ ესმის ასევე სამშობლოს სიყვარული. სამშობლო როცა გიყვარს მიზან არაფერს ითხოვ. გარდა ერთისა რომ ის იყოს კარგად. იყოს ძლიერი. სამშობლო, ანუ სამშობლოსთვის ცხოვრობ, სამშობლოსთვის სუნთქავ, სამშობლოსთვის არსებობ. და ყოველი შენი გონება, ყოველი შენი სიტყვა რაც შეეხება სამშობლოს უფიქრობ ჩემი სამშობლოსთვის ეს რამდენად იქნება სასარგებლო. ამდენად გამოადგენ. ანუ ამას სახელმწიფო
ენაზე, პოლიტიკის ენაზე ამას ქვია სახელმწიფო ინტერესები, ანუ საქართველოს ინტერესები. როდესაც ჩვენ მაგალითად გონია არსებობენ ჩვენში ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ სხვადასხვა გულწრფელად ბაბაო, იმიტომ ვისაუბრია, მე ასეთ ადამიანს ძირითადად ენა ნაუგაზრდები, რომ თუ კი ჩვენი ჩრდილოელი სახელმწიფოს რუსეთის პირველი პირი მოიხსენიეს ბინძური ტექსტებით, ესე იგი ესენი არის სამშობლოს სიყვარული. უყურს სამშობლო. თუ ავიდეთ მაგალითად საზღვარზე თქვა პიანინო დაუკრეს, ესე სამშობლოს სიყვარულია. თუ კი თქვა ნასკები ჩაიცვეს, სიმდები ჩაიცვეს და დაახატეს რომ თქვა რაღაცა პუტინი გააგზავნეს ერთადმილზე, თან რუსული ფრაზებით, ეს არის სამშობლოს სიყვარული. სინამდვილეში, ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ ჩვენ სამშობლოს სიყვარულზე დავიწყოთ ლაპარაკს, მანამდე გავარკვიოთ, ვის როგორ ესმის სიყვარული საერთოდ. ვიღაცისთვის სიყვარული, როცა ეს სამცნებაზეა ლაპარაკი, სიტყვა სიყვარული. მარტო სიყვარული ახსენო. არსებული ადამიანები და არც ისე ცოტა, ვიღაცას რომ ეს გონიათ, მაგალითად ბურდები, ბუჩქები და რაღაც ლოგინი და ბნელი ოთახი. კარგულების ბუნები. სიყვარული ნიშნავს თავგანწირვას. თუ შენ შეგიძლია თავი გააწირო, იმისთვის ვინც გიყვარს, რაღაცა როგორც ქრისტემ გააკეთა. მოვიდა ქრისტემ, განხორციელდა შობის დღები ახლოვდება და კიდევ ერთხელ მოცავო ჩვენს ხელს ყველა მართლმადიდებლს შობის დღესასწაულს დამდეგს, მოვიდა ქრისტე ჩვენთან, ჩვენნაირი გახდა, ჩვენთან ჭაობში სულიერ წუთში ჩამოვიდა და გაგვიყვანა. ვისაც რა თქმა უნდა გაყოლა გვინდა. ეს არის როდესაც ავიღოთ მაგალითად ჩვენი დიდი მეფეები, ავიღოთ მაგალითად დავით აღმაშენებელი. 16 წლის ხდება მეფე, რა არის სამშობლოს სიყვარულზე გავმართა. მეფე ხდება იმ დროისათვის საქართველო, როგორც ასეთია საქართველო, ერთიანი საქართველოს ცნება აღარ არსებობდა. დასწრილი იყო ქვეყანა და ქართველს ერშინოდა ჩალმიანი ჩალმიანი თავზე დაბურული ადამიანებს არის მუსულმან თურქების ეშინოდათ. თურქები ეშინოდათ, იმიტომ რომ შეიძლება მოეკრათ. პირველი რაც ერთ-ერთი პირველი სხდომა, სადარბა დარბაზის სხდომა ერქვა, მაშინ მან ახალი პარლამენტი არ მთავრობის სხდომა, მისი სიტყვები არის, თუ კი მათ არ ეშინიათ ჩვენ მიწაზე სიკვდილის, ჩვენ რატომ უნდა გვეშინოდეს ჩვენ მიწაზე სიკვდილის ჩვენი ქვეყნისთვისო. ანუ დავით აღმაშენებელი მზად იყო საქართველოს მომკვდარიყო. ასეთი ადამიანები მოიხდება ირგვლივ და დადო შედეგი, ქვეყანა გაძლიერდა. ავიღოთ ერეკლე მეფე მაგალითად 15 წლამდე ერეკლე მეფე პრაქტიკულად გაიზარდა ცხენზე. ჩვენ ცნობილი ფაქტია, რომ ცხენის სირბილში შეეძლო ცხენისთვის მუცლიდან შემოვლა. დიახ, საოცარი ცხენოსანი. საოცარი ცხენოსანი იყო, როგორც აღწერენ ისტორიკოსები. ზულიდან ირგვლივ მუცლის ხვიდან, ბაბაო, ცნობილია ეს. 15 წლის შეკრიბა კახეთში თვალთები ხიზიყელები დუველში გარდის მოწინააღმდეგის ლიდერთან, ცნობილ ფალავანთან, ანუ ცნობილ მებრძოლთან გარდის დუველში. ანუ სიკვდილზე მიდის ერეკლე მეფე 15 წლის ბიჭი. არ უნდა სიცოცხლებითო? 15 წლის იყო და მაგრამ იმდენად უყვარდა ქვეყანა, მზად იყო, მომკვდარიყო და კლავს ოქტაბელაძე ლაპარაკი. კლავს მას და 15 წლისა უკვე მე სწორედ ამის გამო იყო პატივისცემა. ჩვენ აი მაგალითად ავიღოთ პარლამენტარები. აი იმ ფლანგზე ხო ახსენე, თქვა ვიღაცა მგონია რომ პუტინი თურქთა მოიხსენია და რუსეთის აგინა ისა სამშობლოს სიყვარული. პარლამენტარებს, ოცნებით პარლამენტარებს გონიათ, რომ თუ
თუ კი ქართულ ხალხს 15 თუ 35 ლარი გაუზარდეს პენსია და თვითონ 7000 ლარი მოიმატეს პენსია ესე იგი მოშორე უყვა პენსია არ არის ხელფასები სამშობლო უყვა სინამდვილეში ჩვენ ვართ კატასტროფულ მდგომარეობაში საქართველოს სიყვარული არის ჯერ ეს არის ასახსნელი ადამიანებისთვის ჩემი მთავრობა მამაო ხელისუფლება ყავს ხელფასებს იმატებს და ერთი კაცი არ აღმოჩნდა მამაო პარლამენტში რომელსაც ერთხვა რომ რას ვაკეთებთ ამას არ აღმოჩნდა მამაო არც ერთი კაცი და ამ პლანზე რომელიც ქუჩაში დარბის ბინძური ტექსტები მამი და ეს არის პატრიოტიზმი მაგათთვის ახლა დღეს გავხსენდა ვიდეო ვიღაცა სულით მეძავი მაპატიე საზოგადოებისთვის პარლამენტის სურათია გადაღებული დადებულია ქუჩაზე და აშარდავს მას ვიდეო გადაღებულია და ღერის იმ ლექს ბინძურ ლექს ბილსიტყობის ლექს თან ღერი თან შარდავს ახლა გავხსენდა ეს სხვადასხვა უკრაინაში გააკეთეს სამი სულით მეძავი როდა და იანუკოვიჩის სურათს აშარდავდნენ აი ამას ეს არის სამშობლოს სიყვარული მაგათთვის და ეს არის კატასტროფა მამაო და სხვათა შორის აი თემა მოვიტანა და პარლამენტის შენობა სურათს გადაუღეს და ღია ვიდეოში საჯაროდ დააშარდეს და ევროკავშირის დროშას ამ გაგლების ტრიაფკას რომ მოუკიდო ხელით და დავწვა დამიბარებს პოლიცია და დამაჯარიმებს ეს კი არ არის სამშობლოს სიყვარული ეს არის კატასტროფა რაც ხდება ქვეყანაში კატასტროფა ეს არის მე მამაო აი დათათვაში ამბობს რომ გასიფიქრიშისა გაჩენილიო ფიქრობ ხოლმე და ხანდახან მიფიქრია ესეთი რამე ის ქვეყანა კიდე როგორ გავს ეს ჩვენი საზოგადოება მამაო ხშირად მე მარტო ყოფნის დროს ჩემი თავისუფლად მითქვა რომ დავკურებია რამ ხალხს ხელისუფლებას ოპოზიციას საზოგადოებას ზოგადად დღეს ქართველი ხალხი სახელმწიფოებრიობას არ იმსახურებს ამას რამდენ ვარ მისული აი რა ხდება ეს კატასტროფა ქვეყანაში პარლამენტმა 15000 ლარამდე ხელფასი გაიზარდა ერთი კაცი მაინც რატო არ აღმოჩნდა რომ წინააღმდეგი ყოფილიყო ერთი კაცი მაინც მამაო რომ ამაზე მიეცას ხმა წინააღმდეგ არა არც ერთი და რა არის სამშობლოს სიყვარული თუ არ გამოდის ეკლესიიდან ეკლესიური აზროვნებიდან მივა კატასტროფამდე რატო იმიტომ რომ თუ ეს ეკლესიურობა რატო რა შუაში ეკლესიურობა ვიღაცა იყვის შუაში კი არა გული სული და ყველა გონება ყველაფერი არის ეკლესია არსებობს ქრისტეს სიტყვაზე თუ ღმერთიდან არ მომდინარეობს სიყვარული სამშობლოსადმი იქნება მეუღლისადმი შვილისადმი თუ ნებისმიერ რამე ვიდო თვითონ ღმერთია სიყვარული თუ ეს არ მომდინარეობს ღმერთიდან ანუ მისი სიტყვიდან და მის მიერმე დაარსებული დედა ეკლესიის სიაღიდან ასეთი სიყვარულობა სამშობლოს სიყვარულობა შეიძლება ახალ უბედურებაში გადაზარდოს ქვეყანა მაგალითად აი ავიღოთ რა ვთქვა აი რა შევადაროთ მაგალითად გერმანია ჰიტლერსაც უყვარდა მაგრამ ღმერთის გარეშე უყვარდა და კატასტროფამდე მივიდა ქვეყანა ღმერთის გარეშე არ შეიძლება როდესაც ღმერთის გარეშე გიყვარს შენი ქვეყანა ამას შეიძლება მიგიყვაროს როგორ გითხრა თუ როცა მოწინააღმდეგეს დაამარცხე მიგიყვაროს სადიზმამდე გახდეს სადისტი აწამო ტანჯო მაგრამ ღმერთში თუ გიყვარს სამშობლო და ღმერთიდან გამომდინარე ბრძოლას უყურებ აი როგორ გითხრა აი მოუგე ხო ომი და ვიღაცები თქვეთარი ეპრობი მათ როგორც ადამიანს ღმერთიდან თუ მოდი შენი სიყვარული მაგრამ თუ ღმერთის გარეშე იქცევი
იქცევი როგორც არ ადამიანი უკვე. იმიტომ რომ როდესაც სამშობლოზეა საუბარი, იქ იწევს ხოლმე ზოგჯერ ბრძოლა მოწინააღმდეგესთან და იქ თუ ღმერთის ცნება, ანუ ის ზნეობრივი და მორალური პრინციპები, რომლებიც არ არსებობს ღმერთის გარეშე. ღმერთის გარეშე ზნეობა და მორალი, ავიცი, ათეისტები არიან, იყვნენ და არიან დღესაც, რომლებიც ზნეობრიობები არიან, მაგრამ ის თვითონ ვერ ხვდება სინამდვილეში, რომ ზნეობა, რომელიც დევს ადამიანში ღმერთისგან არის. უბრალოდ ის საკუთარ თავს ეწინააღმდეგება ყველა ათეისტი, ეს არ დევს. და თუ ღვთისგან არ მოდის, სამშობლოს სიყვარულმა შეიძლება მიიყვანოს ფანატიზმამდე და სხვა ერების სიზულილამდე. მაგალითად, იციან, რომ რუსეთი არის დამპყრობელი. ხო, იციან. და არის ხალხი იმდენად უყვართ, რომ ოღონდ რუსეთს რამე უბედურება დაემართოს და აი საქართველოს უნდა საერთოდ აღარ არსებობს. როგორ და ამას უწოდებენ სამშობლოს სიყვარულს. რატო? იმიტომ რომ ღმერთის გარეშე უყვართ სამშობლო. მე სამშობლო რომ მიყვარს, არც რუსეთი ბძულს, არც ამერიკა, არც ევროპა, მამაოდ არც თურქეთი. აი არც ირანი კიდე და არც მონღოლეთი და ჩვენი ისტორიული დაპყრობლები ჩამოვთვალეთ. არც არაბეთი, კიდე არაბეთის სახელმწიფო იყო მანამდე. არ მძულს მე არავინ არ მძულს, არც რუსი, არც ამერიკელი, არც თურქი, არავინ არ მძულს. ჩემი თავარი მიზანი არის ჩემ სამშობლოს რა იქნება სასარგებლო. ჩემი ქვეყნის ინტერესებისთვის რა იქნება მომგებიანი. და ეს ქვეყნები რომელიც ჩამოთვალე ამათან ურთიერთობა მოგვიწევს ყველა შემთხვევაში. რუსეთთანაც, თურქეთთანაც, ირანთანაც, ევროპასთანაც და ამერიკასთანაც. ამერიკასთანაც ზედსახელმწიფო რაღაც ფორმების სუსტება, მაგრამ კი არ ხდება ის ქვეყანა. ერთ-ერთი ზედსახელმწიფო მაინც დარჩება. და ჩინეთთანაც ასევე, ჩინეთის სრულიად ევროპასთან ვაჭრობის და საქართველოზე გადის უეჭველი ეს ერთ-ერთი გზა. სამშობლოს სიყვარული გამოდის რა ეკლესიიდან. ჩვენ მოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან, ეს არის სიყვარული. და ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც ისტორიულად შეიძლება იყო ჩვენი დამპყრობელი, ეს ქვეყნები რაც ჩამოთვალე, ყველა ჩვენი დამპყრობელი იყო, მამაო. ყველანი. და მონღოლეთი რომ მოდიოდა, აი ჩინელები და შუა აზიის ხალხი იყო, ოქროს ურდო შეიქმნა. მთელი აზია და კასპიის ზღვის ზედა მხარე და რა ვიცი, რუსეთის ტერიტორია, აი მოსკოვის ტერიტორიამდე იქით ვერ გადიოდნენ და ბოლომდე. თუ არა, ჩინეთი, მონღოლეთი და მთელი ავღანეთი ეკავათ უკვე ეჭირა დაკონტროლებდნენ. და თავის დროზე ეგეთი დაპყრობლები იყვნენ, რომ მაგის მინდოდა. ურთიერთობა დღეს უნდა გქონდეს. ყველას უნდა გქონდეს ურთიერთობა რა საქართველოსთვის არის სასარგებლო. რუსთანაც, თურქეთთანაც, ირანთანაც, ევროპელთანაც, ამერიკელთანაც, ჩინელთანაც, რა ქვეყნისთვის არის მომგებიანი. ეს არის, მე ვფიქრობ, ეს არის სამშობლოს სიყვარული და აუცილებლად ქრისტიანული, ანუ ღვთისგან უნდა გამოდიოდეს, ქრისტიანული მორალიდან და ზნეობიდან უნდა გამოდიოდეს სამშობლოს სიყვარული, სამშობლოსთან დამოკიდებული. კარგით, მამო, მეც შევეცდები რამოდენიმე ესე ვთქვათ თეზისი განმორჩო სამშობლოს სიყვარულთან დაკავშირებით. პირველი რაც მე მინდა ვთქვა, აი თვითონ სემანტიკა სიტყვის სამშობლო გვეუბნება, რომ ეს ადგილი არის შენი მშობლების ადგილი. სადაც შენი მშობლები დაიბადნენ, იმათი მშობლები დაიბადნენ, იმათი კიდე მშობლები დაიბადნენ და აი ეს თაობები გაიზარდა მშობლებისა და შვილებისა და შემდეგ მშობლებისა და შვილების აი ამ გეოგრაფიულ ადგილზე და ამ გეოგრაფიულ ადგილს რადგან საქართველოს ეწოდება სამშობლო, ანუ აქ უკვე ჩადებული არის ქართველი გენის მიერ ასეთი ცნება, რომ ეს ისევე უნდა გიყვარდეს როგორც საკუთარი მშობელი. ისევე უნდა პატივს სცემდე და ისეთივე სიყვარული გაგაჩნდეს, როგორც შენი მშობლის მიმართ გაქვს სიყვარული. რა თქმა უნდა, აი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
დარტყმა ლიბერალური იდეოლოგიისა სწორედ მიმართულია მშობლებისა და შვილების ურთიერთობის დარღვევაზე და მშობლების მიმართ თქვენ ჩვენ მოვისმინეთ ხო რა სიტყვებს ამბობენ აი ზოგიერთი პოლიტიკოსი რომ თუნდაც მშობელს არ უნდა დაუჯერო შენი მშობელი შენი მტერია და ასე შემდეგ ხო ეს ფაქტიურად მიმართულია იმისკენ რომ შენ მშობელი თუ შეგეზიზღება და აღარ გეყვარება და მას აღარ დააფასებ როგორც შენ მშობელს თავისთავად ცხადია შენ არც სამშობლო გეყვარებ ეს ერთი ეხლა მეორე თეზისი მამო ჩვენ აი თქვენ ბრძანებით რომ ღვთის სიყვარულის გარეშე სამშობლო სიყვარული გაუგებარია და არ არსებობს და რატო იმიტომ რომ უფალი ჩვენ გვასწავლის აი თავისი მთელი ასე ვთქვათ ქადაგების შედეგად რომ გიყვარდეს ღმერთი შენი და მთელი შენი სული გონები მთელი შენი არსები და გიყვარდეს მოყვასი შენი ვიცარცა თავისთვის თუ შენ აი ამ ცნებას არ ასე ვთქვათ არ გეგულო არ გაქვს ეს გათავისებული და შენში ამას არ აქვს მნიშვნელობა და ხაზია გადასხმა ხო რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე შეგიძლია შენ მოყვასი კი აღარ ასე ვთქვათ გიყვარდეს არამედ მოყვას აგინო ყველაფერი მიაყენო ყოველგვარი წენა მიაყენო გული ატკინო ნუ შეაგინო კიდევაც დაჩაბრო კიდევაც ასე შემდეგ და თუ ასეთი მიმართულებით მიდის ადამიანი რა თქმა უნდა და უარყოფს ღმერთს უარყოფს მოყვას ეს ნიშნავს იმას რომ უფალი უფლის მიერ არის სამყარო შექმნილი ხო უფლის მიერ არის სამყაროს აგებულება ჰარმონია შენ ამ ჰარმონიას თუ არ რა თქმა უნდა შენ სამშობლოში არ ხო პირველ რიგში და შენ სამშობლოში შენი ასე ვთქვათ ერის წარმომადგენელს რო ასეთი შეიძლება ვიკამათოთ მამო ვილაპარაკოთ რაღაცა ერთმანეთში გავარკვიოთ რაღაცა ერთმანეთს უთხრათ დაუმტკიცოთ ან მე დამაჯერო ან შენ დაგაჯერო მაგრამ მე მინდა გავიხსენო აქ ვინც მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია ეს ფრაზა რომელიც შოთა რუსთაველმა ჩვენ მოგვაწოდა და დავიწერა ნიშნავს იმას რომ შოთა იყო შოთა რუსთაველი უაღრესად მორწმუნე ადამიანი უაღრესად რელიგიური და მიუხედავად იმისა რომ ვეფხვის ტყაოსანი დაიწერა როგორც ასე ვთქვათ საერო ეპოსი მაშინ თითქმის სულ ყველაფერი აი რაც კი გამშვალულია მართლმადიდებლური ქრისტიანული წამსი და იქ თითოეული სიტყვა თითოეული მოქმედება ისე უკავშირდება ქვეყანას და აი აქ სწორედ ეს თეზისი რომ ვინც მოყვარეს არ ეძებს იგი თავის ამტერია ვლინდება მაშინ და იმაში რომ შენ როდესაც ამ ღმერთს დაივიწყებ მოყვასი არ გიყვარს და მოყვარეს არ ეძებ თავისთავად ცხადია ეს გამოიწვევს ქვეყნის საქმის ძალიან ცუდ შედეგებს აქ მეორე ტექსტით მეორე თეზით შემოდის მამი ის რომ მოყვარეს ძიება მარტო შენ სამშობლოში არ უნდა მოხდეს შენს გარშემო უნდა ეძებო მოყვასი მოისა მოყვარე იმიტომ რომ თუ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ნაჭრში ჩავიკეტებით თავისთავად ცხადია ეს იზოლაციანიზმია და ეს გამოიწვევს ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან ცუდ შედეგებს აი თქვენ ბრძანებით რომ დაუშვათ თურქეთთანაც უნდა გქონდეს ურთიერთობა რუსეთთანაც უნდა გქონდეს ამერიკასთანაც ევროპასთანაც მაგრამ საიდან უნდა გამოვიდეთ ამ ურთიერთობაში ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სიყვარულიდან როცა ჩვენი სამშობლოს სიყვარულიდან გამოვდივართ ჩვენ იმ ურთიერთობებში რასაც დავამყარებთ სამეზობლო იქნება თუ შორეული ქვეყნები იქნება ყოველთვის უნდა გამოვიდეს ჩვენი სამშობლოს სიყვარულიდან გამომდინარე ანუ საფუძველი საძირკველი ჩვენი ურთიერთობისა საგარეო ურთიერთობისა იყო ჩვენი ქვეყნის სიყვარული მაგრამ ქვეყნის სიყვარული არ ნიშნავს იმას რომ შენ ესე იგი იმ ქვეყნებთან საერთო ენის მოძებნა არ დაიწყო რაღაცა ისეთი შეხების წერტილები არ დაიწყო რაც იმას აინტერესებს შენ გაინტერესებს მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ისე და ისე შოთა სიტყვებს მოიხსენიებ დიდი შოთა სიტყვებს ველსაყრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო დიპლომატიას აქვს ძალიან დიდი ძალა როცა იარაღები ვერ წვეტავენ და ომი ვერ წვეტავს საკითხებს დიპლომატია წვეტავს იმიტომ რომ დიპლომატია თუ კი ქვეყანას ყავს ჭკვიანი პოლიტიკოსები ჭკვიანი ადამიანები ვისაც შეუძლია
რომ უაგოროს სისხლის გარშემო ყველაზე დიდი ომის მოგება არის მამაუსისხლო ომით უსისხლოდ ომის მოგება. და ამას თუ მივახციეთ და ჩვენ გვყავს ამისი ასე ვთქვათ პოტენცია გვაქვს ამისი გვყავს უამრავი ჭკვიანი ხალხი რომლებიც სცენაზე უნდა გამოვიდნენ და ისინი არ ჩანან სამწუხაროდ. აი მათ შეუძლიათ სწორედ რომ აი ეს საკითხები დაალაგონ ლამაზად ყოფნად ისე რომ ჩვენი სამშობლო არ დაზიანდეს. აი როდესაც საუბარი არის იმაზე რომ გარე ძალების ინტერესების გულისხმით ჩვენ და ომი წამოვიწყოთ და ჩვენთან აქ ბომბები უნდა ჩამოწვიდეს და დაინგრეს ქვეყანა და გაუბედურდეს და ზოგი იძახის რომ ასეთი ბომბები დამესწრეს მირჩევნია ვიდრე სირცხვილი ჭამა. სირცხვილის ჭამა კი აღარ იქნება მე. იქნება შვილების ხოცვა, იქნება ერის საუკეთესო ადამიანების ხოცვა და იქნება განადგურება იმისა, რაც ჩვენ გაგვაჩნია. და მე ამქედან გამოსული, რა თქმა უნდა, შეიძლება ერის არსებობაც კი საკითხის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამიტომ ქვეყნის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული ძალიან ფაქიზი მოვლენა არის. როცა შენ ეხები ამას საგარეო ურთიერთობებში. და შიდა ურთიერთობებში მე კიდევ გავამახვილო ყურადღება მამაო იმაზე რომ სამწუხაროდ აი ამ ღვთის სიყვარულის დაკარგვამ გამოიწვია ის რომ ადამიანებში ბოროტება აი წინა პლანზე გამოვიდა და რაში გამოიხატება ეს ბოროტება ურთიერთგინებაში ურთიერთბილსიტყვაობაში უზნეო და უზრდელ საქციელებში აი ამაში გამოიხატება და ეს ერისათვის არის ძალიან ცუდი და ერისათვის რო ცუდია რა თქმა უნდა სამშობლოსაც ამ სამშობლოში ცხოვრობს უყურებ ამიტომ უნდა ჩვენ ყველამ ვიფიქროთ იმაზე და ჩვენი შეიძლება ჩვენს გვემართება რაღაც არასწორს აბიჯებს თქვა დგავთ და მე პირად ჩემ თავზე ვიტყვი იმას რომ შეიძლება მეც ანდახან ზედმეტად ემოციურად მithქვია რაღაცა ვიღაცისთვის და შენდობას ვიტყო ამის გამო მაგრამ უნდა ვეცადოთ რომ აი ზნეობა დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში ჩვენს სამშობლოში ზნეობის გარეშე და ქრისტიანული ზნეობა რატო არის კარგი რატომ ლაპარაკობ თქვენს ბრძანეთ მამაო ქრისტიანულ ზნეობაზე წევანდა აი ეს ქრისტიანული ზნეობა არ დამყარებული სწორედ ქრისტიანულ სოფხედელობაზე და სოფხედელობა იძლევა სწორედ სწორ გზას სწორ მიმართულებას იმისა რომ მოყვასი უყვარდეს ის უნდა ზნეობრივი იყოს ერთიც და მეორეც და ერთმანეთთან ურთიერთობა მხოლოდ ზნეობისა და ზრდილობისა და ურთიერთდათმობის საფუძველზე უნდა შევძლოთ. ისე წინააღმდეგ შემთხვევაში იყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი, ვერ განხორციელდება. და თუ ეს ვერ განხორციელდება, თავისთავად ცხადია, რომ ეს ცუდი მოვლენა იქნება. კარგი, მამაო, აბა თქვენ კიდევ ხომ არ დაამატებით, მე მეც სიტყვას ვიტყოდი. ასეთ რამეს ვიტყოდი, მამაო, აი ჩვენთან ძალიან გაიზარდა ბილსიტყვაობა, მამაო. ეს არის შემთხვევები მართული პროცესია. ფინანსება ფილმები, მაგალითად, სადაც უბინძურესი ტექსტებით მიმართავენ ბავშვებს, სადაც ისეთი ყურში გაუგონებელი ბინძური ტექსტები დილანილა დაიწყეს და თან გარყვნეს. იღება ეგრეთ წოდებული სკეჩები, იუმორისტული სკეჩები, სადაც ბინძური ტექსტები ჩვეულებრივ მიაჩვიეს საზოგადოება. ახლა ოფიციალში დარბიან და ესეთი ბინძური ტექსტებით ვთქვათ, რა ვიცი, ეს არის მართული პროცესი. მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი გარემოება, რომ არსებობს ცნებები, არსებობს კანონები. როდესაც არსებობს კიდე ჩვენი ესეთი ანდაზა, ქართული ანდაზა, რომ ადამიანსო ენით აბაბენო და სახედარც კი რაფი ბატრიტო. ჩვენ საზოგადოება სამწუხაროდ არა მარტო ქართველები, საერთოდ მთელი ყველა ერებშიდაც იგივე შეიძლება ითქვას, მორალით რომ დააბა ადამიანი, სიტყვიერად რომ დაიბას ადამიანი. ეს შეიძლება იყოს მოსახლეობის ხუთი პროცენტი, ესეც ბევრია, გავაო. ძირითადად ის რომ ცივილიზებული ერები საუკუნეების მანძილზე ეტაპობრივად ქმნიან სახელმწიფო ინსტიტუტებს. აი თუნდაც
ხო არის ველური ტომები რო არიან მაგალითად და ბელადი რო ყავთ. ესეც სახელმწიფო სტრუქტურა არის, მაგრამ ეს რაღაც ოღონდ ძალიან პრიმიტიულ დონეზე რა თქმა უნდა, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურა არის. ბელადი რაღაც ფორმით რატო ყავთ? რაღაცას ის აწესრიგებს, მას აქვს მიცემული უფლება გამოიყენოს ძალა, ანუ ძალაუფლება აქვს მას მინიჭებული. და სახელმწიფო რა არის? ძალაუფლებას მინიჭება ძალაუფლება. ძალის უფლების გამოყენების ესა მინიჭებული. და ცნებები რომ არსებობს, ეს არის ცნებები არის საეკლესიო, მაგრამ სახელმწიფო ჩვენ იმიტომ გვაქვს რომ გადახვევა ნებისმიერი სახის დარღვევა უნდა იჯებოდეს. ამის კანონები უნდა არსებობდეს. ანუ ცნებები და კანონები. როდესაც ქვეყანაში მსგავსი ბილსიტყვაობებია, ბილსიტყვაობაცაა და ბილსიტყვაობაცაა. ზოგჯერ ისეთი სიტყვები არის, ჩემი ახალგაზრდობის დროს მაგ ფრაზების გამო შეიძლება კაცკაცი მოეკლა, მამაო. კონტროლი დაეკარგები. ზახსნება, მე არ ვიცი, კატასტროფა არის ქვეყანაში. კანონები უნდა იქნეს მიღებული მამი, რომ ეს ყველაფერი უნდა გახდეს დაჟადი. საჯარო სივრცეში ზნეობის დარღვევა, დიახ. რა თქმა უნდა, როდესაც მსგავსი აი მაგალითად დღეს გავხსენდა ვიდეო, წეხანას ვახსენე და კიდევ ერთხელ მოდიშვიდი. პარლამენტის სურათი დადებულია ძილს ვიღაც სულით მეძავს. ფიზიკურად არ არის, მაგრამ სულით მეძავს. აშარდავს ზედ და არის აბსოლუტური სოციალურ ქსელებში. დიახ, დაჟადი უნდა იყოს. დაჟადი უნდა იყოს, მამაო, ეგი. ეგრევე ხუთი ხუთი არნა დაეკავებინათ სახელმწიფოს მხატვრისეურაცხყოფელი. მე კიდე ერთი რაღაცა პრობლემას აღხედა. პიროტექნიკით რომ პოლიციელებს მიაყენეს ფიზიკურ დაზიანებას. პარლამენტი შეიკრიბა და ერთი დღეში მიიღო კანონი, სამივე მოსმენით, მოდი თუ მეორე თუ ორი მოსმენა ეგრეს და მეორე დღეს სამოსმენო ხო ხმარება. ეგრევე აიგზავნა. კი ბატონო, ევროკავშირის დროშის დახევაზე. დროშა რომ ჩვენ 22-ში დროშა რომ ჩამოვხსენით პარლამენტში, ეგრევე შეიკრიბა პარლამენტი და ეგრევე მიიღეს დროშის დარტყმაზე კანონი. აბა ვნახოთ, მამაო, პარლამენტის შენობის შეურაცხყოფაზე და საზოგადოებაში ბინძური ტექსტები რო ისმის და თვითონ მაგათ რო ხელისუფლებას არ ვიცი პირდაპირ რა ვთქვა პირდაპირ კაცო პარლამენტს რო დააჯარდა თავზე პარლამენტში ვიც არის პარლამენტარები შეურაცხყოფელი თავზე არ გძლობ მე დალოჩვილი რა უბედურება აბა ვნახოთ მამაო კანონის თუ მიიღებენ ამ სიტყვაზე საზოგადოებაში ცილისაებაზე თუ მიიღებენ კანონს მამაო არა თითიც არ თამბობს მამი თითცი არ დაარტყამს ქართული ოცნება აწირაცა ხო იმიტომ რომ მიიღებენ კანონს ოღონ რაღაც მოხდეს კარგი მამიდამი მე მამი დღეში 490-ზე ვიყი შენდობას მამი არა მაგის ოღონ რაღაც მოხდეს კარგი თითცი არ დაარტყამენ მამაო ხოდა აუცილებელია ცნებები ერთია და კანონები უნდა იყოს ისეთი რომლებიც იქნება დაფუძნებული ქრისტიანულ ზნეობაზე და მორალზე და ამის მიხედვით უნდა იყოს კანონები მიღებული სახელმწიფო თუ ვარ ესე უნდა გავაკეთოთ როგორი სახელმწიფო ვარ გასაგება როგორი ზნეობრივი სახელმწიფო ვარ თუ გარყვნილების მომხრე სახელმწიფო ამის მიხედვით უნდა გავაკეთოთ ეს რა თქმა უნდა აი ეს წერტილი ხერხფასი იკვიანობა ხერხფასები გაიზარდეს თუ 7000 ლარები და მაგაც ერთი მოწინააღმდეგეც არ ყავ მარტო ერთიც რო წინააღმდეგე დასულიყო ერთიც არ გამოვიდა არც ერთ წინააღმდეგე ეს არის მამი ჩემი ახსნა ხსებასა და კანონის შესახებ
დიახ. კი ბატონო, მეც შემოგიერთებით მამას პირიდან და აი ნამდვილად გეთანხმებით იმაში, რომ აუცილებელი არის ისეთი კანონმდებლობების მიღება, რაც ქვეყანას და ჩვენ სამშობლოს დააბრუნებს აი იმ მდგომარეობამდე, რომ ესეთი ავირახსნილი საჯარო სივრცეში გინება დედის თუ რა ვიცი საფულიანი გენოები მესმის უზრდელი და უზნაო მოქმედებები ყოველგვარი შეესაბამის გარეშე რა ქვია შებერხების გარეშე ეს უნდა დაჟადი იყოს და ვაგზავნული უნდა იყოს იმიტომ კი არა რომ ვიღაცაც ესე თქვა ამბობს იმას რომ აი მე დაიწყებენ ამაზე ლაპარაკს აი ჩარჩოებში ვაქცევ რა შუაშია ჩარჩო საჭირო არის აუცილებელი არის როცა შენ გადიხარ ამ ზღორებიდან კაცო ამას მე პატარა ბავშვები უყურებენ მამაო, აი ამ სოციალურ ქსელებში ატვირთული, ეს ამის უფლებაც კი არ უნდა იყოს, რომ ესეთი რაღაცა აიტვირთოს. ეს რა არის, რა ქმედებაა, ვერ გავიგე. საპირფარეშო და ტუალეტი, იმიტომ ქვია, რომ იქ აკეთებს ადამიანი მაგას და საჯაროდ რო აკეთებ, ხო მაგას, ეს ნიშნავს, რომ შენ ზღვარი აღარ გაქვს. შენ დაკარგული გაქვს ზღვარი ყოველგვარი ზნეობისა და ადამიანურობის. აქ უკვე ზნეობაზეც აღარ ადამიანური ქმედებას ცილდება ეს უკვე, მამაო. არა ადამიანური ქმედება. არადამიანური საიქცექო ადამიანში რა ქვია საზავრო სივრცე საჩვენებლად ხვებისი ეს უნდა აკრძალული იყოს კაცო არ შეიძლება ეს დაუშვებელია და თუ ჩვენი ქვეყანა ამას არ გააკეთებს და კანონმდებელი და ოცნება არ დაფიქრდება ამაზე რომ ეს უნდა მოგვარდეს პირველ რიგში და ეს არის აუცილებელი საფუძველი იმისა რომ ჩვენი ქვეყანა სწორად განვითარდეს რა იმაზეა ლაპარაკი ევროპაზე და რაღაცებზე და ამაზე კაცო ევროპაში მაგ შარდუჩ შედიხართ რას გავს ეს რასაკციელია რა ხდება ეს როიძახიან ევროპაში შედიო ამით შედიხართ ეს კულტურა არის ეს რა ქვია ამას სახელად ეს როგორ შეიძლება შედიან ევროპაში არა მამაო ის პარლამენტის შენობას გაუკეთა თუ რა ეს იყო ფაქტიურად ყველა ჩვენ ქვეყნის მაცხოვრებას და დააშარდეს თავზე მაგით არა მაგას მნიშვნელობა აი შეიძლება აი უბრალოდ რაღაცა ქვაყოფილი იყო და იმაზე გაეკეთებინა ხო უყურებ ჩვენ ამას კაცო ამას აკეთებენ არა ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სახელობა ოდიშ მამაო ერთ წინადადება ხმას ვაძლევთ რომ იმ პარლამენტში შევიდეს ჩვენი წარმომადგენელი გამოდიხარ შენ და ამ პარლამენტს თავზე აშარდავ კაცო რა არის ვის იმათაც გააშარდეს თავზე ყველას მიაყენეს შეურაცხყოფა მამაო აი აგერავა ფილმშილა მებები არიგოლი არიანი აგერავა მე აგერა გერმანიაო აგერავა მამაო ინტერპრეტაციაში ვამბო ეს ოცნება თითი არ დაარტყავს მამაო მაგიფური ეს უბრალოდ მაგრამ ფასი შიტყვის თავისუფლება არ შეიძლება ამან მოტივები მიუხედავად იმისა რომ გაჟღერდა მათი მხრიდან კონსერვატიული ნარატივები სამწუხაროდ ამას საფუძველი არ აქვს და არ აქვს იმიტომ რომ ქრისტიანული და ეკლესიური აზროვნება მათთვის უცხოა მამაო თუ ეს აზროვნება არ აქვს შენ ვერასოდეს ვერ მოახერხებ აი რაღაცა ესე თქვა ქვეყნისათვის სასიკეთო რაღაცა ნაბიჯებით გადადგმას ვერ მოახერხებს იმას რომ აი ზნეობრივ ჩარჩოებში დააბრუნო ქვეყანა რომ მისცე ადამიანებს სწორი მიმართულება იდეოლოგია მართლა სწორი იდეოლოგია იმისა რომ რაც ჭირდება უბრალო ადამიანს გლეხს მუშას ჩვეულებრივ ადამიანს რაც ჭირდება აი ამათ რომ არ მოგვეცემა საშუალება რომ აი მართლაც ვიცხოვროთ ჩვენ ისეთ ქვეყანაში რომელიც გვიამაყება რომელიც ჩვენთვის მართლაც ისეთი არის როგორიც წარმოგვიდგენია გაბჭდებული საქართველო როგორ შეიძლება ადამიანი საჯაროდ შარდავს და ეს იყოს გაწმენებული საქართველო ეს ხო ფაქტიურად არის ყოველგვარი ესე თქვა ზღურებით დარღვევა და თითოეულ ადამიანს მართლაც აი ეს მოქმედება იყო საშინელი ქმედება ყველასთვის ნებისმიერ ნორმალური ადამიანისათვის მე ამასირად ქონდა შეხვედრა სოფელში ვიყავით მამაო ჩასული და იქ საუბრობდით გლეხი ხალხი ჩვეულებრივი მშრომელი ხალხია და საუბრობდით რაღაცა სხვადასხვა თემებზე და აი გულისტკივებით ამობენ იმას რომ კაცო ჩვენო ქვეყანაო გვიყვარს მაშინ როდესაც
ქართველი ქართულსო ლოცავსო, ქართველი ქართულს ტკბილ სიტყვას ეუბნევო და ეს რა უბედურება არისო, კაცო, რა ხდებაო? როგორ აგინებენ ერთმანეთს და რა საშინელება არის ეს, რატო ხდებაო საჯაროდ ამისი, ესე ჩართაო ტელევიზორს, გული წაგივაო, რაღაც არ ჩართაო, ან თურქულ სერიალს უნდა უყურო, ან ვიღაცის გინებას უნდა უყურო. ესე არ შეიძლება კაცო და თანაც რაზე წუხან კიდე იქით მამაო, რომ სულ უარყოფითი და დამამძიმებელი ინფორმაცია მოდის და ერთმა ესე ვთქვათ გლეხმა კაცმა თანში შეცვლა მითხრა რომ ტელევიზორიო 1-2-3 წელი აღარ ჩამისთვია, აღარ ავთავო, იმიტომ რომ რო უყურებო ცუდად ხდები. აი ეს საკითხები, რა თქმა უნდა, ჩვენ სამშობლოს სიყვარულზე როცა ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი, დასაფიქრებელი და ხელისუფლება სწორედ იმიტომ არის, რომ უნდა იფიქროს ამ თემებზე, კაცო. ქვეყანა როდესაც აი ამ ესეთი ჭაობში მიდის და შეიძლება იმ ჭაობში ჩაიძიროს, ხო უნდა შენ სწორი გზა მოძებნო, სწორი ის რომ აგვარიდოს ეს ხიფათები, უბედურება რაღაცა და ეს ძალიან ცუდი შედეგი ხო მოიტანა იმან, რომ აი ჩვენ ამდენი წელია დამოუკიდებლობა გამოაცხადა საქართველოს ზიად გამსახურდიას ესე ვთქვათ და ზიად გამსახურდია მე დამოუკიდებლობის გამოცხადების გულისთვის მოვკალით და ქვეყანა წავიდა ესე იგი საშინელ მდგომარეობაში. ვინ მოკლა ხა უცხოეთთან არავინ არ ჩამოსულა. ქართველმა ისევ ქართველი მოკლა, ხო? და თანაც არჩეული პრეზიდენტი ხალხის მიერ. ეს ხო საშინელება იყო ფაქტიურად. ამ საშინებას მოყვა ისე რომ აი შემდგომ რაც წამოვიდა შეუნაძე მოვიდა ესე იგი გახდა დასავლეთის იდეების გამტარებელი, მიშა მოვიდა იგივე გააკეთა. ეხლა ჩვენმა ხელისუფლებამ წინა 12 წლის განმავლობაში ისევ და ისევ ესე ვთქვათ უცხოეთის დაკვეთები ასრულა და გამოვიდა რომ ჩვენი ადამიანი ჩვენ ქვეყნისთვის არაფერი კეთილი არ გაკეთებულა, კარგი არ გაკეთებულა. კარგი რაში გულისხმობ, შეიძლება ახლა ოქროს წვიმა არ მოეყვანათ და რაღაცა რძის მდინარეები არ წამოსულიყო და რაღაცეები ტრანს რომ მოუშვებდით, ბორჯომი არ გამოსულიყო იქიდან, მაგრამ ხო არიან გაჭირვებული ადამიანები ჩვენ ეკლესიაში, მით უმეტეს ეკლესიაში დღის განმავლობაში 10-15 კაცი მოდის გაჭირვებულზე გაჭირვებული. რაც შეგვიძლია ვეხმარებით. რაც შეგვიძლია ვაძლევთ ესე ვთქვათ თუ ჩვენი წირი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვეხმარებით ამ ადამიანებს უსასოოდ არ დავით, მაგრამ უმთავრესი სახელმწიფო უნდა იზრუნოს ამაზე. სახელმწიფო უნდა იზრუნოს რომ ღარიბი ადამიანი არ ყავდეს ქვეყანაში. ეს სოციალური დახმარება დასაცინია, იმიტომ რომ სოციალური დახმარება რას ნიშნავს? იმას რომ ადამიანი არ უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ საჭმელი ანატრებოდეს ელემენტარულად და რაღაცა მდგომარეობაში არ იყოს ჩავარდნილი, ხო? ამაზე უნდა იყოს გამახვილებული ყურადღება. აი ეს არის სამშობლოს სიყვარული. როცა შენ ფიქრობ ყოველდღიურად ხელისუფალი ფიქრობ იმაზე, რომ შენი ქვეყნისათვის, შენი ქვეყანის მოსახლეობისათვის, ერისათვის გააკეთო კარგი, გააკეთო ისეთი, რომ იმას შვება მიეცეს, რაღაც ამოისურვოს, სოციალური პრობლემებიდან განთავისუფლდეს. და მეორეს მხრივ ისეთი იდეოლოგია, ისეთი მიმართულება უნდა არჩიო ქვეყნის განვითარების, რომელიც მისცემს ადამიანებს სწორი განვითარების საშუალებას, რომელსაც ესე იგი ის მომავალი ახალგაზრდა თაობა აღიზრდება სწორედ იმ ეროვნული სულისკვეთებით, პატრიოტული ჭეშმარიტი პატრიოტული სულისკვეთებით. მართლა სამშობლოს სიყვარული, ჭეშმარიტი სიყვარული. აი ესეთ ახალგაზრდობას როცა გაზრდის, ეს არის სწორედ ხელისუფლების უდიდესი მოვალეობა. ეს კომენტარი დავიწერა ქალბატონმა. ამ საქმეს ძნელია ეშოდეს, სანამ ადრე გათხოვილ ქალებს წარმატებულ ქალს დაარქვევენ და ტელევიზიებში გააცხევენო. ხოლო ქალის, რომელიც ბევრ შვილებს ზრდის, დასცენიანო. დიახ, მართლა. 100%-იან ეს ქალბატონო ზუსტად ეგრე არის, ეს შემთხვევით კი არ არის. რაც ახლა ამ ქალბატონმა დაწერა კომენტარში, შემთხვევით კი არ არის ეს. მიზანი მიმართულად ხდება ერის გარკვევა გათახსირების პროცესი. მიზანი მიმართულად ხდება ერის ზართვის პროცესი. მიზანი მიმართულად ხდება ერის გენოციდის პროცესი. ერი
მიყვანილი არის და სულიერ სუიციდამდე. ინდონეზია უხავენ ერთ ტვინებს, რომ სუიციდს ახდენს ძელი, საკუთარ სუიციდს ფიზიკურ და სულიერ. ეს მართული პროცესია, ჩემო ძვირფასებო, მართული და მართული პროცესში ამან ვიღაცა ეს ხელით ხო აკეთებს, ერი აკეთებს, გასაგებია აკეთებს და დასავლეთი გავიგეთ, მაგრამ ვისი ხელით აკეთებს? არსებული ხელისუფლებების ხელით აკეთებს, ჩემო ძვირფასებო. მანამდე შევარნაძის ხელით აკეთებდა, მერე სააკაშვილის ხელით აკეთებდა, დღეს აკეთებენ ივანიშვილის ხელით. ეს ხელისუფლება აკეთებდა 12 წელიწადია ქვეყნის გადაგვარებას და სანამ ჩვენ ამას არ დავინახავთ, არაფერი არ მოშველება. აი კანონები მიიღეს, აი პატიოსანი, მრავალშვილიანი დედა, ახალისებული არის ქვეყანაში? არა. არანაირად. გაცინიან. სოფლელი, სიტყვა სოფლელი შეურაცხმყოფელ სინონიმად არის ქცეული. მოგვიყვეთ ახალგაზრდებს, რომლებიც სკოლა დაამთავრეს რაიონებში და ჩააბარეს პატარა ხანში უკვე ჟარგონით ვიტყვი, შედავას უთხრდებათ რაიონიდან 8 არიან. უთხრდებათ ამას თქმა ბევრს. იმიტომ რომ ეგეთი ტრენდი შეიქმნა, ტრენდი ქვია რა ქვია, მაგრამ ეგეთი შეიქმნა რაღაც ესეთი იმიჯი, რომ სოფლელობა არის გოიმობა. ეს შემთხვევით კი არ არის. თუ მაგალითად პროპაგანდა მიდის იმისა, მაგალითად რომ თქვა ქალმა უნდა გამოდევი კაცი უნდა გამოცადოს და მე უნდა ამოარჩიოს. ვითომ ეს რაბია? ბაზარში არ შეიძლება რომელი ბაზარი ვისა ისო გინდოდეს ვაშლი, წახვიდე დაკმიჩო ვაშლი და რომელი ჯობია იმას ვიყიდიო. ეს უკულტურობა არის და ბიჭო ფალი იზე პროპაგანდა რომ ბევრი კაცი დახოს და მე ამოაძო რომელი ჯობიაო. ეს ხო საერთოდ კატასტროფა არის, კაცო. დიახ. შემთხვევით კი არ არის ეს. მიზანი მიმართულად ხდება ეს. მაგალითად, რა ვიცი, მიზანი მიმართულად ხდება. ეს პროცესი თუ არ გავაჩერეთ, რომელმე თუ არ აილაგა, რაღაცა ძალა თუ არ შეიქმნა, არ ვიცი, ქვეყანა გაქრება. ლოგიკა ამაში ვაიდელი აღარ გვექნება, გაქრება ქვეყანა. და ჩვენ უნდა დავინახოთ წელი და მოყარე. 12 წელიწადი ნარკოტიკები ვინ აუშვა? ამ ხელისუფლების ხელში არ არის გენოციდი? ვერ ვხედავთ ამას. კაზინოები ბოლო ამ ოცნების ხელში არ არის ნომერ პირველი მძარცველები? ვერ ვხედავთ ამას. ღამის კლუბები, ეგრეთ წოდებული ღამის ცხოვრება ამ ხელისუფლების ხელში არ აყვავდა? ამას ვერ ვხედავთ. ვერ ვხედავთ ხო? თუ არ გვინდა დავინახოთ. უნდა დავინახოთ ეს. და ვის დგას ამ ხელისუფლებას და გას პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ ხელისუფლებას. თვითონაც დაიღოს პასუხისმგებლობა. სინდისმა უნდა შეაწუხოს. არა, რა მიეცი ფული და მოჩა კენდერი მოაგებიე. ვინცაც აწუხებს სინდისი, ვისაც ეს ყველაფერი ტყივა, ერთ ძალად უნდა ჩამოყალიბდეს. მარტო ლაპარაკი ილაპარაკე და იყავ. ზალა თქვა ჩამოყალიბდეს, შემდეგი არ დაიდება. ამიტომ ეგ ზალა თქვა ჩამოყალიბდეს, რაღაც ზალა, რომელიც მოეფუძნება ქრისტიანულ ზნეობასა და მორალს. და ამ ზალამ როგორ უნდა მოახერხოს ხარდაჭერა და თუ ახალ ხალხი ხარს მაინც ამ გენოციდს, გარყვნილებას და ძარცვას დაუჭერს, მამაჩვენებს ასე გააკეთეს, რა თქმა უნდა, მაგრამ მომავალში და ასე გააგრძელებს, რა ვიცი, შეიძლება მომავალს არ დაღარბოდეს, მაგრამ ვერცვა სიკეთექრას მამაო ერთმანეთს როგორ ვინახე სულ ამეთქო აი ჩვენ უკვე გვეწურება ჩვენი ფორმატით საათიანი გადაცემა გვეწურება დრო მე მინდა წინასწარ კიდევ მიულოცო ჩვენს მაყურებელს ჩვენ ძვირფას და თქმულ მაყურებელს მიუხედავად თავისი ასაკისა, მიუხედავად თავისი წამსისა, მიუხედავად თავისი ყველანაირი მდგომარეობისა, რა ვიცი, საით არიან, მარჯვნივ არიან, მარცხნივ არიან, ყველას გილოცავ.
იმიტომ ყველასთვის არის ქრისტე მოსული და თუ დაფიქრდებით და ქრისტესში დაინახავთ იმას, რომ სიყვარულია ქრისტე და ჩვენთვის არის მოსული ამ ქვეყანაზე, ჩვენთვის დაიბადა სწორედ, რომ ჩვენ გადაგვარჩინოს, განგვამხტოვოს, აგვიყვანოს სასუფეველში, აი თუ მიხვდებით ამას და გულში ჩაუკვირდებით, ხო, მაშინ მოვა თქვენთან ბედნიერება, მაშინ იქნებით ბედნიერება, როცა ამას ჩავცლებით, ყოველთვის ეს ბედნიერება მოვა თქვენთან. თქვენს დალოცეთ, მამა სპირიდო. ეხლა დალოცოთ ჩვენი ქვეყანა, დალოცოთ უფალმა ისე რომ ზნეობის სურვილი გაჩერდეს ჩვენს ხალხს, არა მარტო ეკლესიას სიარულის სურვილი ჯერეს ემთინა რა. ზნეობის სურვილი გაჩერდეს ჩვენს ერს. და ზნეობრივი ადამიანების ხელისუფლებაში მოყვანის სურვილი გაუჩნდეს ჩვენს ხალხს. ასე დალოცოთ. ადამიანები რომლებიც აი რა ვიცი კაცო იმიტომ იცნობ და ტენდერები რომ მოიგოს და ხელფასები რომ ქონდეს და გაიზარდო და ცხოვრება აიწყო ამის გამო კი არა დაუჭიროთ ხარი ზნეობის და მორალის პრინციპებზე მდგომი ძალას დაუჭიროთ ხარი ასე დავუცავ ჩემ ხალხო ასეთი გვერდი დამდგარი ხავით ჩემო ქართველებო გაიხარ სხვა შემთხვევაში უნდა ვიცი გავხდებით კატასტროფა პროცესი გვაქვს კატასტროფის პროცესი შოძარი ხარავდეთ და შეწეოდეთ ქრისტეშობა შეწეოდეთ ჩვენ სულს და გულს ამინ კარგი დაგემშვიდობებით შემოგარგებოდა მომავალ შეხვედრამდე ისევ შევხვდებით ჩვენ ერთმანეთს რა ვიცი ჩვენ შევეცდებით რომ ის აქტუალური საკითხები რაც აგვაქვს ასევე რა თქმა უნდა ქრისტიანული საკითხები ეკლესიური საკითხები თუ გაინტერესებთ ჩვენ მოგწერეთ ხოლმე და ამ თემებზე შეგვიძლია ვისაუბროთ ერთმან სიკეთე მოგცეთ და მრავალს დაესწარით წინასწარ გილოცავთ შობის დღესასწაულს ქრისტეშობის დღესასწაულს და ეხლა მე მინდა რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიგალობოთ ღირს არ შეშმარიტად ღირს არ შეშმარიტად რათა გადიდემდე Aksiyon istiyor.